ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო უკვე დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მართალი გითხრა ძალიან მოგონადრეთ დიდი სიხარულით და სიყვარულით გესალმებით. გამარჯობათ. ეთერშია გადაცემა მარიოტა და მის დღევანდელი წამყვანი გიორგი კილასონია. უკვე 2 წელზე მეტია გადაცემა გადის ეთერში და ყოველ შაბათს 9 საათზე მარიოტა თქვენი ოჯახების სტუმარია. უკვე მესამედ ხვდებით ერთმანეთს შობა ახალ წელს. ჩვენი პრობლემები ისევისაა, რაც 2 წლის წინ იყო. ისევ უშუქობა, ისევ გაჭირებული სახეები, ისევ მშობლების დაგვიანებული ხელფასები და ბავშვების დაგვიანებული საჩუქრები. მოდით დღევანდელობაზე ნუღარ ვიფიქრებთ. რაც უნდა იყოს, ახალი წელი მაინც სიხარულისა და იმედებისაა. და როდესაც ღამის 12 საათზე ჩამოჰკრეს საათის ზარებმა, აერთნეს საახალწლო გირლიანდები და ისევე როგორც ყოველთვის დიდებოდა პატარებო. უამრავ სულის ჩაიფიქრებით, რომელიდანაც ერთი მაინც აგიხდებათ მომავალ წელს. გილოცავთ ჩობა ახალ წელს, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილი იყოს თქვენთვის. არ გაინტერესებს როგორ ხვდებიან მათ საზღვარგარეთ, ხოლო დარჩით ჩვენთან, სწორედ ამაზე გვექნება ახლა საუბარი. ბრაზილიაში ყინის მაგივრად სიცხე, ხოლო თოვლის მაგივრად ქვიშაა. საახალწლო ჩასაცმელი საბანაო კოსტიუმია. აქ რიო-დე-ჟანეიროს სახელგანთქმულ კურორტზე გაცივების არავის ეშინია. სოფიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი, რათა შეხვდეს ახალწელს და ამასთან ტროპიკული ზაფხულის დასაწყისს. იმართება ხმაურიანი კარნავალი, სპორტული შეჯიბრებები. რაც შეეხება ნაძვისხეს, შაშამ ყველაზე მაღალი ნაძვისხის სიმაღლე 58 მეტრს აღწევდა და იდგა ადგილობრივ ტბაზე. ის სპეციალურად საახალწლო დააწყოს ლითონის კონსტრუქციებისაგან და არაფრით განსხვავდებოდა ნამდვილისაგან. ჰოლანდიელებს ამ დღეს ამინდი ნამდვილად არ უწყობს ხეს. ნაცვლად თოვლისა აქ ახალ წელს წვიმით ხვდებიან, მაგრამ განწყობა სულაც არ უფუძდებათ. მიდიან რესტორნებში, სადაც მათ ხვდებათ შესანიშნავი სადღესასწაულო კერძები და გასართობი პროგრამა. ვისაც ოჯახური ატმოსფერო ურჩევნია, სტუმარ წასვლას ირჩევს. ოღონდ აუცილებლად საშობაო საჩუქრები და რა თქმა უნდა ყვავილებით. ჰოლანდია ხომ ყვავილების ქვეყანაა, მათ ბედნიერების და ჯანმრთელობის სიმბოლო თვლიან. ყვავილები ქმნიან საზეიმო განწყობას, თუ ისინი ნაძვისხის ფერები იქნებიან. დიახ, ასეთი რამეც შესაძლებელია. მეყვავილე სტინსკი 7 წელი იბრძოდა მწვანე ვარდის შესაქმნელად, ასე რომ ბედნიერ ჰოლანდიელებს საშობაო საჩუქრებთან ერთად მწვანე ვარდი ესმერალდა, ანუ ზურმუხტით დაუმშვენებს სუფრას. დიდი ბრიტანეთის, ანუ ახლანდელი ინგლისის მაცხოვრებლებმა ბოლო დროს საახალწლო მოგზაურობა შინ დარჩენა და ოჯახურ ატმოსფეროში ზეიმიასჩის. მათ მაგიდაზე ტრადიციული საჭმელები, ინდაური, ნავთვარი და პუდინგია, მაგრამ უმეტესობას გული კანარის კუნძულების, ესპანეთის, ბრაზილიისა და პორტუგალიისაკენ მიუწევს. ზოგიერთი ფლორიდასა და კარიბის არქიპელაგზეც მიდის, მაგრამ სუბსაჰარის შესაყლაპავად სულაც არ არის საჭირო 900 წასვლა. ერთ-ერთ ბარში სტუმრებს პატიჟებიან, ზეიმს შეხვდნენ არა შამპანიულის, არამედ ჟანგბადის ყლუპებით. პატარა მილს ცხვირში გაიკეთებენ და ჟანგბადის მიღების შემდეგ, 2 წუთის შემდეგ, თავს გრძნობენ ხნედ და მხიარულად, წყილას და სტრესებს ატანენ ძველ წელს. რაც შეეხება ფინელებს, მათ მართლაც რომ აქვთ საამაყო. სწორედ მათთან, ლაპლანდიაში, ცხოვრობს ნამდვილი თოვლის პაპა იოლუკი. მას უგზავნიან საშობაო საჩუქრებს, მილოცებს და საჩუქრის მოთხოვნებს ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. თუმცა ინვასა და თოვლს შეჩვეულ თოვლის პაპებს დიდი ჯაფა ადგებათ, მაგრამ წლევანდელ ზამთარში არც მეტი, არც ნაკლები ტროტუარებს ათბობენ, მის ქვეშ გაყვანილი გათბობის მილებით. ფინელები კმაყოფილიანიან, ახლა მათ რამდენიც უნდა ინდეს შეინებენ გამთბარ ტროტუარზე, არც ფეხის დასველების ეშინიათ და არც გაციების. მომდანდა 1999 წელი, მეორე 1000 წლეულის კარიბჭე. როგორ იქნება ის, მომავალი გვიჩვენებს. ის კი წინასწარ ვიცით, რომ ეს წელი აქტიური მზის წელი იქნება. მზის აქტიურობა ადამიანების აქტიურობასაც გამოიწვევს, რაც შეიძლება ერთისთვის საბედისწერო და მეორისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდეს. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ეს წელი კატის და კურდღლის იქნება. ამ წლის დევიზია სულიერი სიმშვიდე, რაც განსაკუთრებით მფროთვარე ზაფხულში გამოგადგებათ. ზაფხულში ამინდები შედარებით გრილი და ნესტიანი იქნება. მოსალოდნელია წყალდიდობები, მდინარეები სადიდება, დაავადებიდან გახშირდება გაცივება. და ბოლოს, რაც პირდება ზოდიაქოს ნიშნებს მომავალი 1999 წელი.
21 მარტიდან 20 აპრილამდე დაბადებულ ვერძებს წლის პირველ ნახევარში ნოემბერსა და დეკემბერში პირადი საქმეების აწყობა და წარმატება ერით. ივლისიდან ნოემბრამდე მატერიალური მდგომარეობა გამოუსწორდებათ, მაგრამ მძიმე შრომაცელით. ვერძებო მთელი წელი ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ. უფრთხილდით იანვარს, მაისს, ივლისს ფინანსური სიძნელეები და გეგმების დამსხვრევის საშიშროება გაქვთ. 21 აპრილიდან 21 მაისამდე დაბადებულებს, ესე იგი კუროებს, იანვარ-თებერვალი ხელსაყრელი გექნებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, საქმიანი ურთიერთობები წარმატებებს მოგიდათ. მარტიდან ივლისის ჩათვლით ნოემბერსა და დეკემბერში დამატებითი შემოსავლები გაგიჩნდებათ. ივლისიდან ოქტომბრამდე პირად პრობლემებს წარმატებით გადაწყვეტთ. 21 მაისიდან 21 ივნისამდე დაბადებულ ტყუპებს იანვარ-თებერვალი წარმატებას პირდებათ. მარტიდან ივლისამდე ნოემბერსა და დეკემბერში მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით წარმატება გერით. ივლისიდან ოქტომბრამდე პირადი პრობლემები შეგაწუხებთ. მაისიდან დეკემბრამდე გაგეუმჯობესდებათ საოჯახო პირობები. 22 ივნისიდან 23 ივლისამდე დაბადებულ კიბოებს იანვარ-თებერვალი წარმატებას პირდება სწავლაში, უცხოებთან ურთიერთობასა და მგზავრობაში. მარტიდან ივნისამდე და ნოემბერ-დეკემბერში წარმატებები საქმეში. ივლის-ოქტომბერი საუკეთესო დროა ახალი ნაცნობებისა და მეგობრების შესაძენად. მარტიდან ივლისამდე და ოქტომბერ-დეკემბერში უფლება შეგაწუხებთ. 24 ივლისიდან 23 აგვისტომდე დაბადებულებს, ესე იგი ლომებს, იანვარ-თებერვალი მოულოდნელობებს პირდებათ. მარტ-ივნის-ნოემბერ-დეკემბერში განათლების მიმღებთ გაუმართლებთ. ოქტომბერი ვაჭრობის სფეროს მუშაკებისთვისაა ხელსაყრელი. ლომებს ამ წელს მუდმივი შემოსავალი არ იქნებათ, ამიტომ მოუწევთ დამატებითი შემოსავლების ძიება. 24 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე დაბადებულებს, ესე იგი ქალწულებს, იანვარ-თებერვალში ფულთან განშორების დღეები ექნებათ. დაბნეულებმა შეიძლება საფულეს დატარგონ, მაგრამ საოჯახო საქმეებში წარმატება ერით. მარტიდან ივლისის ჩათვლით განსაკუთრებული ბეჭდობა მართებს მოსწავლეებს, რადგან იმატებს პედაგოგებთან კონფლიქტის ალბათობა. 24 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე დაბადებული სასწორებისათვის ეს წელი საოჯახო საქმეების კეთილმოწყობა იქნება. იპოვით მყარ საქმიან პარტნიორს, განსაკუთრებით ხელსაყრელია მარტიდან ივლისამდე, ოქტომბერ-ნოემბერში, იანვარ-თებერვალში გაგეუმჯობესდებათ სამუშაო პირობები. 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებული მორიელებისათვის იანვარ-თებერვალი საუკეთესო დროა შემოქმედებითი საქმიანობისათვის. მარტიდან ივლისამდე ყოველდღიური საქმიანობა საათივით აგეწყობათ. მოგიწევთ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ივლისიდან ოქტომბრამდე და ნოემბერ-დეკემბერში სჯობს მიხედოთ საოჯახო და პირად საქმეებს. 24 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე დაბადებული მშვილდოსნებისათვის იანვარ-თებერვალი საოჯახო საქმეების მოწყობის საუკეთესო დროა და მათ წარმატებებიც აქვთ. მარტიდან ივლისამდე და ნოემბერ-დეკემბერში პრობლემები გექნებათ. 22 დეკემბრიდან 20 იანვრამდე დაბადებულ თხრის-სქებს იანვარ-თებერვალი აქტიური და სიძნელეებით სავსე გექნებათ. მარტიდან ივლისამდე საოჯახო საქმეებში წარმატება გერით, მაგრამ გაგიწირდებათ ბავშვებთან ურთიერთობა. ივლისიდან ოქტომბრამდე განიმუხტებით, ნოემბერსა და დეკემბერში პრობლემები კვლავ მოგაკითხავენ. 21 იანვრიდან 28 თებერვლამდე დაბადებული მერწყულისათვის იანვარ-თებერვალი ფულის მომტანი იქნება, მაგრამ გეგმების შეჩერება შეიძლება და დაგვიანებაც. მარტიდან ივლისამდე და ნოემბერ-დეკემბერში აქტიური ცხოვრება გელით. ივლისიდან ნოემბრამდე გიჩვენთ მთლიანად საოჯახო საქმეებს დაუთმოთ დრო. მარტიდან წლის ბოლომდე თქვენი ყველა პრობლემა ოჯახთან იქნება დაკავშირებული. 20 თებერვლიდან 20 მარტამდე დაბადებულ თევზებს იანვარ-თებერვალი პირადი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. მარტიდან ივლისამდე და ნოემბერ-დეკემბერში დამატებითი შემოსავლები გაგეჩნდებათ. სიძნელეები და მოულოდნელობები გელით ახლობლებთან ურთიერთობაში. აი, ასეთი იყო 1999 წლის ასტროლოგიური პროგნოზი. იმედი მაქვს, რომ ეს წელი იმ წელზე უარესი არ იქნება. ჩვენი მშობლები გაღიმებული სახეებით ივლიან და მთლად კარგად თუ არა, ნორმალური ცხოვრებით მაინც ვიცხოვრებთ. თქვენი რა მოგახსენოთ, მაგრამ მარიოტას წევრები ძალიან გახარებული ვართ. ჩვენმა წევრმა ნინო ძაბილაშვილმა რესპუბლიკურ ფესტივალზე ესტრადა 98 ორივე ტურში გაიმარჯვა და ახლა მესამე ტურისათვის ემზადება. მარიოტა და მთელი ქარელის რაიონი ულოცავს ნინოს ამ გამარჯვებას. მრავალი სიმღერებით გაეხარა ნინოს მაყურებელი
ახლა კი ნინო მოგილოცავს თავის სიმღერით ჩობა ახალწელს. უსმინოთ მას. მარიოტას ყველაზე პატარა წევრი დათმაკილა სონია მოგილოცავთ შობა ახალ წელს. უსმინოთ მას. ლამთარიამთადავარ ფარავთოლიზე წარი მოგილოცავთ ახალ წელს. რავალწელთაესწაით გასულია ნაძისხეს გიოცავთ. ნინოცა გამარჯობა სწორებო თქვენ ახალ წელს გილოცავთ. მარიოტა ყველას გემშვიდობებათ. იმედი გვაქვს რომ სურვილები აგისრულდებათ. გილოცავთ შობა ახალ წელს. ჩვენ კი თოვლი მოგვივიდა. არ გჯერათ? არ ნახეთ.